მოგესალმებით, ჩემთვის ადგილი აღარაა. არა უშავს. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მე მინდა რომ იმ ტრაგედიას მიუძღვნა ჩემი პირველი სიტყვები და გავუზიარო ოჯახს და მთლიანად გალს და იმ რეგიონს ჩემი ძალიან ღრმა წუხარება ამ ნამდვილად უსამართლო ტრაგედიის წინაშე, რომელიც ასახავს იმ მდგომარეობას, რაც სუფევს ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებში, სადაც არანაირი დახმარება არ გამოუჩნდათ იმ ბავშვებს, როცა ასეთი ხანძარი გაჩნდა და ეს ყველასთვის ჩვენთვის არის ძალიან დიდი ტრაგედია, მთლიანად საქართველოსთვის. მე მინდა დღეს თქვენ მიიღოთ ამ ახალ ოფისში, რომელიც არის გაგრძელება ორბელიანების სასახლესი. შეიძლება არ გავდეს ორბელიანების სასახლეს, მაგრამ სული და სულისკვეთება აქ არის და აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია. ამ ქვეყანაში, რომელიც დღეს იმყოფება ძალიან ღრმა კრიზისში. ჩვენ ვიწყებთ 2025 წელს ისეთ მდგომარეობაში, რომელსაც საქართველოს არ ქონია ძალიან ბევრი წლებია, შეიძლება არც ქონია ამ ახლო წარსულში, სადაც პრაქტიკულად ჩვენი სახელმწიფოს, ის სახელმწიფო, რომელიც შენდება და შენდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ, დღეს პრაქტიკულად დაშლის პირას არის. დაშლის პირას არის, რამე თუ ყველა მისი ინსტიტუტი და პირველ რიგში კონსტიტუცია აღარ არსებობს, ფეხქვეშ გათლილი არის ეს კონსტიტუცია, არა მხოლოდ იმ ცნობილ მუხლის გამო, რომელიც ასახავს ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და რომელიც არის ყველაზე შეიძლება მნიშვნელოვანი დღეს, რამე თუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეიძლება რომ დაუბრუნდეთ რუსულ წარსულს, მაგრამ ასევე ძალიან ბევრი სხვა მუხლი, სხვა პრინციპი, რომელზედაც დგას ეს ქვეყანა და რომელიც ასახული არის კონსტიტუციაში, ყველა არის პრაქტიკულად დღეს ფეხქვეშ გათელილი. ეს სიტყვის თავისუფლება, ასევე შეკრების თავისუფლება, ადამიანის უფლებები ყველანაირი და მე ახლა დღეს ვერ ჩამოვთვლი ყველაფერს, მაგრამ ნიშნავს, რომ ისინი, ვინც არიან დღეს სათავეში ამ ქვეყნის მართველი პარტია, ისინი არაფრად თვლიან არც კონსტიტუციას, არც ადამიანის უფლებებს და არც ხალხის ნებას, რომელიც გამოხატული არის პრაქტიკულად ყოველ დღე, უკვე 41-მე დღე არის, რაც აქტიურად თბილისში და ყველა სხვა ქალაქში გამოხატული არის ის, რაც არის ნამდვილად ქართველი ხალხის ნება. ასევე ჩვენ აღარა გვაქვს სასამართლო, დიდი ხანია, რაც ჩვენი სასამართლო არ წარმოადგენს მაგალითს იმისი, თუ რა უნდა იყოს სასამართლო დემოკრატიულ ქვეყანაში და მიდიოდა მცდელობები სხვადასხვა ტიპის ამ სასამართლო სისტემის რეფორმირების. დღეს ეს უკვე აღარ არის დღის წესრიგში, არანაირი არათუ რეფორმა, აღარ არსებობს სასამართლო და ეს დავინახეთ ძალიან ნათლად არჩევნების დროს, როცა არც ერთმა ერთის გარდა, არც ერთმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა არაფერი თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარეს პოზიციები და ყველა დონე სასამართლოსი არის წართმეული, ხალხისგან წართმეული და სამართლიანობა ამ ქვეყანაში ვერ მოიპოვება, რაც არის დემოკრატიული სისტემისთვის პრაქტიკულად მისი დაშლა. ასევე თუ გადავხედავთ სხვა ინსტიტუტებს, პარლამენტი არ პარლამენტობს, არის ჩაკეტილი კარების მიღმა, რაღაცა ერთპარტიული შეკრება, რომელიც რა გადაწყვეტილებებს იღებს არავინ არ იცის, ან რატომ იღებს, ან რის საფუძველზე, ან ვისი ინსტრუქციით ეს
ინსტრუქციები მოდის ერთ ადამიანისგან საქართველოში თუ საქართველოს საზღვრების მიღმა არის მიღებული ეს გადაწყვეტილებები, ესეც აღარ ვიცით, ვინ რატო სადინიშნება, დიდი ხანია რაც არ ვიცით, ან რატომ ვიღაცა არის მოხსნილი თავის თანამდებობიდან, ესეც არასოდეს არ არის ახსნილი და ესეც არის ძალიან დიდი დარღვევა იმ დემოკრატიული პრინციპების, რომელზედაც შენდებოდა ნელ-ნელა ეს ქვეყანა. თავრობაზე არაფერი არ ითქმის, იმიტომ ეს თავრობა როგორც პარლამენტი ორივე არიან არალეგიტიმური, მათი საფუძველი არის მოპარული არჩევნები, ამდენად ლეგიტიმურობაზე ლაპარაკი ვერ იქნება და ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში, როცა de facto პარლამენტი, de facto მთავრობა, de facto პრეზიდენტი დღეს ცდილობენ რაღაცნაირად რომ შექმნან სურათი მართლობის, როცა რეალურად ქვეყანა არის გარჩერებული. თვითონაც იმალებიან არა მხოლოდ პარლამენტში, რომელიც შაკეტილი კარების მიღმა, როგორც თქვი, არამედ ყველა მათი მოქმედება არის ასევე დამალული, არაახსნილი და გატანილი ზოგჯერ ქალაქიდანაც, როგორც მოხდა ამბასადორიალის მაგალითით. ეს არის ძალიან სერიოზული და მძიმე სურათი, შეგვიძლია გავაგრძელო. ყველა სხვა ინსტიტუტი, რომელზედაც შეიძლება ვიმსჯელოთ, ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი არის ერთ პარტიის ხელში, ერთპარტიული ხელმძღვანელი დანიშნული არის ერთ პარტიის მიერ და ალბათ ერთი ადამიანის მიერ, ეს ეხება ყველაფერს, ანტიკორუფციული აუდიტი, ეროვნული ბანკი თავისთავად, პირად მონაცემებთა სააგენტო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ინსტიტუტს, სადაც არსებობს დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც არ იქნა დანიშნული უშუალოდ პარტიისგან და რომელიც ყოველდღიურად არ ასრულებს პარტიის ინსტრუქციებს. თუ არის რამე გადაწყვეტილება მისაღები, პრაქტიკულად დღეს გადაწყვეტილებებიც აღარ იღება. ასევე არის საზმაუსი, რომელიც დღეს გამოდის და რეალურად გვაჩვენებს მატყუარა სურათს ქვეყნის, პრაქტიკულად ყველა გადაცემებში შეგვიძლია ვნახოთ, როგორ არის დამახინჯებული რეალობა. და ეს არის ჩვენი რეალური დღევანდელი სურათი, რომ არსებობს ის რეალობა, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც ვიცით, რა დღეში არის ქვეყანა, რა უნდა ხალხს და მეორე მხარეს არის ეს რაღაცა ფანტასმაგორიული რეალობა, რომელიც არ არსებობს და რომელშიდაც უნდათ რომ გვაცხოვრონ. რომელიც არის მოწყვეტილი არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისგან, მაგრამ მოწყვეტილი არის ასევე გარე თანამეგობრობისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო და უფრო საქართველო გადასული არის ამ ყველაფრის გამო იზოლაციაში და ჩაკეტილი ქვეყანა, რაც ცხადი არის, პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე, რომელიც დღეს ასევე გაჩერებული არის დიდწილად, მართალი არის, რომ რაღაცა შემოსავლები მაინც არის, პირველ რიგში იმ სანქციების გვერდისავლით, რომელიც ძალიან გაძლიერებული არის ბოლო პერიოდში და ერთ-ერთი ყველაზე ალბათ დღეს წყარო ფინანსური შემოსავლების სწორედ არის ის ძალიან ძვირად ღირებული მანქანები, რომელიც გადის საქართველოდან ვითომც ცენტრალურ აზიის მიმართულებით, რეალურად რუსეთში და ამ თითოეულ მანქანას ძალიან დიდი ფასი აქვს ამისი გატანის, გაყვანის საქართველოდან და რა ამ მანქანებში კიდევ სხვა რადევს, ესეც გასარკვევი არის. ასე რომ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ალბათ ერთ-ერთი წყარო, რითაც დღეს კიდევ ინარჩუნებს ეს მართველი პარტია რაღაც გარკვეულ შემოსავლებს. ეს არის დღევანდელი ჩვენი სამწუხარო ძალიან ღრმა კრიზისი, რომლიდანაც გამოსავალი არის ერთი და მხოლოდ ერთი. ეს არის არჩევნები. და ჩვენ ვხედავთ დღეს და ეს არის ძალიან სასიხარულო, რომ ჩვენი პარტნიორები
მთავარი პარტნიორები, ესენი იქნებიან ევროპელები თუ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე იზიარებენ არა მხოლოდ იმას, რომ არ აღიარებენ არჩევნებს, უკვე 2 თვე-ნახევარი პრაქტიკულად გასული არის და არავინ არ აღიარებს გარდა ის ქვეყნები, რომლებიც არ ითვლებიან როგორც ჩვენი დემოკრატიული პარტნიორები, ამის გარდა არავინ არ აღიარებს არჩევნებს და არავინ არ აღიარებს არჩევნებისგან გამოსული არც მთავრობას, არც პარლამენტს, არც პრეზიდენტს და ეს კიდევ უფრო ცხადი არის იზოლაციაში გვამყოფინებს ჩვენ მთლიანად ქვეყანას, მაგრამ ჩვენს გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი და მე ამ როლს ვასრულებს სრულყოფილად. მაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კავშირები ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან და თქვენ იცით და მე დღეს ახლა ამას ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, მივდივარ ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. თქვენ იცით, რომ არის სხვადასხვა ვარიანტები, ვთქვათ, მოწვევის ამ ინაუგურაციაზე, რომელშიდაც არავინ ფულს არ იხდის, სხვათა შორის თუ არა ეს რომ ყოფილიყო ამის საშუალება, ალბათ სხვებსაც ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს ეს თანხები. მაგრამ ეს დავტოვოთ ეს ხუმრობა გვერდზე. მთავარი ის არის, რომ მივდივარ იქა, მექნება მაღალ დონის შეხვედრები და ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს ჩვენ პარტნიორებთან. იცით ასევე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, ის უხეში და უზრდელი პასუხები, რაც მოდის ამ მმართველი გუნდიდან, ყველა ამ მიმართულებებით, ამ ჩვენი პარტნიორების მიმართულებებით, დიდად არაფერს არ ნიშნავს. იმიტომ რომ რეალურად რაც არის მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მხარდაჭერა მისი მთავარი პარტნიორებისგან, რომლებიც მზად არიან ერთის მხრივ რომ დაასანქცირონ ისინი, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საქართველოს წაიყვანათ სხვა მიმართულებით, სხვა გზით, ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული თუ დასავლური და ასევე მხარი დაუჭირონ და დაპირდნენ საქართველოს მოსახლეობას, რომ როგორც კი ჩატარდება ახალი არჩევნები და დაუბრუნდებით იმ წყობას, რომელიც არის საქართველოსთვის ყველაზე სასურველი და მის საზოგადოებისთვის ყველაზე სასურველი, დაგვიბრუნდება ყველა ის დახმარებები, რაც არსებობდა და რაც უნდა გაძლიერდეს კიდევ უფრო, იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკა რეალურად არის ძალიან მძიმე დღეში და ჩვენ დაგვჭირდება არჩევნების მერე ძალიან სერიოზული ახალი ძალისხმევა ჩვენგან პირველ რიგში და ასევე ჩვენი მეგობრების და პარტნიორების დახმარების კუთხით. არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა, ეს არის ცნობილი არა პრინციპი, ეს არის მოცემულობა ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს, რომ არჩევნების გარეშე ვერ გამოხვალ ამ კრიზისიდან და ვერავინ ვერ მართავს დიდხანს ქვეყანას თავის ხალხის წინააღმდეგ. ეს არის ის რეალობა. აქ უკვე ორი არჩევანი არის, ერთი რომ ამ ხელისუფლებამ, რომელიც უკვე იშლება სხვათა შორის ის ნიშნები, რომ ვერტიკალში არის ძალიან სერიოზული კითხვები, რომ პოლიცია ცუდად ეგუება იმას, რომ კრიმინალურ ვერტიკალს უნდა დაემორჩილოს და არაჩვეულებრივ ინსტიტუციურ ვერტიკალს, ესეც გასაგები არის და დიდხანს ვერც ერთი ინსტიტუტი ვერ შეეგუება იმას და ვერც ერთი ადამიანი, რომელიც არ არის ბოლომდე მიყიდული, ვერ შეეგუება იმას, რომ იყოს მართული ამ ფორმით და პირდაპირ ინსტრუქციებით იყოს დამორჩილებული, ასე ვთქვათ. ჩვენ ვხედავთ ამ ევოლუციას და ორი ვარიანტი აქვს დღეს მმართველ გუნდს, ერთი რომ დაინახოს ეს რეალობა, დაინახოს რომ რა უნდა ქართველ ხალხს და თვითონ წავიდეს იმაზე, რომელიც იქნება ცხადია დათმობა, წავიდეს ახალ არჩევნების ორგანიზებაზე, ვთქვათ, იმ ძალებთან ერთად, რომლებიც არიან ქვეყანაში და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც არსებობს და ამაზე დოკუმენტი, როგორც უკვე ვთქვით, მზადდება და პრაქტიკულად მზად იქნება მომავალ დღეებში. მეორე ვარიანტი არის ბევრად უფრო
ძნელი და რთული ქვეყნისთვის თუ ქვეყანაზე ფიქრობს ვინმე რომ მმართველმა პარტიამ დაელოდოს თავის ბოლომდე დაშლას რაც მოითხოვს სხვა ტიპის პასუხისმგებლობის გადანაწილებას მაგრამ ესეც იქნება თუ კი მმართველი პარტია არ შეეგუება იმას რომ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ხალხის და ჩვენი პარტნიორების ერთობლივი მოთხოვნა რომ ახალ არჩევნების გარეშე არაფერი არ შეიძლება ამ ქვეყანაში და ეს ქვეყანა იქნება ასე გაყინული რაც დიდხანს ნამდვილად ვერ გაჩერდება ჩვენ ვართ მზად ორივე ალტერნატივისთვის და მზად ვიქნებით გრძელდება ეს ბრძოლა მისი მთავარი კომპონენტი არის ის ხალხი რომელიც დგას ქუჩაში რომელსაც მეც უერთები რამდენადაც შემიძლია ის ხალხი რომელიც დგას არა მხოლოდ თბილისში არამედ თბილისის გარეთაც და ისიც მინდა მოგახსენოთ რომ ხვალ მივდივარ ზუგდიდში სადაც მექნება იგივე ამ ხალხთან რომელიც დგას და რომელსაც ჭირდება მხარდაჭერა იმათთან ერთად ვიქნები და მე გავაგრძელებ იმის მერე რაც ამერიკიდან დავბრუნდები სხვადასხვა რეგიონებშიც ჩასვლას იმიტომ რომ ეს არის ერთობლივი საქართველოს ყველა მოქალაქეს პროტესტი რომელიც არ არის მხოლოდ თბილისი ეს არის ამაშის დიდი სიახლე რომ ეს გავრცელებული არის მთელ ქვეყანაზე და ყველგან ჩვენს უნდა ვედგეთ გვერდში ყველა ჩვენ მოქალაქეს სადაც არ უნდა იყოს ეს არის ჩემი მიზანი მე მექნება ყველასთან კავშირი ჩემი ბრძოლა პირადი გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება იმიტომ რომ მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა რომ ეს ქვეყანა გავიყვანო თქვენთან ერთად იმ სამშვიდობოზე რომელიც დემოკრატიის თავისუფლების და მისი კურსის გარეშე არ შეიძლება რომ იყოს მიღწეული ძალიან დიდი მადლობა. ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ჩვენ ახალ პარტიას შექმნით, თუ ემხრობით ერთიან სიას და ასევე მაქვს კითხვა, ახალი არჩევნები თუ გეყოლა შტო არალეგიტიმურია, ვინ უნდა ჩანიშნოს? ჩაინიშნება თავისთავად თუ დაიშლება ეს მმართველი პარტია. რაც არის მისი მომავალი ერთი წუთი თუ მეკითხებით, რაც არის მისი გარდაუვალი მომავალი თუ თვითონ არ მოვა გონზე და არ დანიშნავს ეხლა არჩევნებს. ასე რომ ორი აზრი არ არის რომ ეს არჩევნები დაინიშნება, მე ვარ პრეზიდენტი და ვიქნები პრეზიდენტი. როგორი იქნება პარტიების განშლა ამ არჩევნებში და ჩემი ამაში მონაწილეობა, ეს არის ხვალინდელი კითხვა. ეს არ არის სტიპენდია, ეს არ არის სტიპენდია, უნდა გაიგოთ ჯერაც არის, ეს არის ჯერ ერთი ჯილდო და მეორეს მხრივ ეს არის დაფინანსება პროექტის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ქართულ თემატიკაზე დაიწეროს პროექტი, რაზედაც ჩვენ დავიწყებთ მუშაობას. თქვენ საუბრობთ არჩევნების აუცილებლობაზე. პროცესს თუ მივადევნებთ თვალს, აქციები, სადაც პოლიტიკური სპექტრი აქტიურად შემოდის თუნდაც ტრიბუნაზე, ყოველთვის იწვევს საზოგადოების უკმაყოფილებას და ასეთი აქციები იშლება ხოლმე. როდესაც ყავს ის პოლიტიკური სპექტრი, ვინც ყავს გაჯანსაღების გარეშე და თქვენ ამაზე ხშირად გისაუბრეთ, რომ საჭიროა გაჯანსაღება, მაგრამ ამ მოცემულობაში არჩევნები რომ დაინიშნოს, ხომ ისევე ეს პოლიტიკური სუბიექტები მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას. მაშინ როგორ წარმოგიდგენიათ რომ თქვენ კითხვებსაც სვამთ და პასუხებს უკვე სცემთ და მიხვიდეთ იმ შედეგამდე არ სოციალურ ქსელს ვადევნებთ თვალს ძალიან ყველაფერს ვადევნებ ოპოზიციური სპექტრის არაფერი არ არის მუდმივად მოცემული ყველაფერი იცვლება და თუ რამე იცვლება ამ ქვეყანაში იცვლება ძალიან სწრაფად დაინიშნოს არჩევნები და ვნახავთ რა ძალები გამოვა კიდევ სამი კითხვა მოვყვილი ხარ თორე არ მესმის მიმართებით დღესაც დარეგისტრირდება უკვე აქტი, რომელიც გულისხმობს ქართული ოცნების არაღიარების აქტ წარმომადგენელთა პალატას გულისხმობს. რას ნიშნავს ეს აქტი, რომ ვიტყვათ და ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ისინი გვერდითგან საქართველოს მოქალაქეებს და უკვე აპირებენ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან ქართული ოცნების საფასებას. აი ამ აქტთან დაკავშირებით რომ ვიტყვათ არაღიარების აქტი ეს მეტი რა უნდა გითხრათ, თქვენ თვითონ ახსენით რა არის ეს აქტი, ეს არის მხარდაჭერა ქართველი ხალხის, ეს არის არაღიარება იმ დღევანდელი
მართველი გუნდის, რომელიც არის მოსული არალეგიტიმური ფორმით და არა თავისუფალ არჩევნებით და ეს არის ყველაზე დიდი მხარდაჭერა, რაც შეიძლება ხალხმა. დიდი მადლობა. კადრებზე რა ვიშურები? ვინმე ხომ არა?